ეკა, მოდი ასე დავიწყოთ. შვიდად ველოდებით მოვლენების განვითარებას. ეს არის ირაკლი ყობახიძის ერთი გზავნილი ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით და ყველა იმ შედარებით უფრო მკაფიო გზავნილებთან დაკავშირებით, მათ შორის სანქციებთან მიმართებითაც, რაც ქართულ ოცნებას განსაკუთრებით აი ბოლო საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდგომ ევროკავშირისგან ცალკე, ევროკომისიისგან ცალკე ესმის. ხო, ეს უკვე აღარ არის ევროპარლამენტი, რომლის როლის დაკნინებასაც ესე ვთქვათ მიეჩვია ქართული ოცნება, ეს არის უკვე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოები, რომლებიც ჯერ კიდევ აფრთხილებენ, თუმცა უკვე ძალიან კონკრეტულად და ძალიან საქმიანად აფრთხილებენ ქართულ ოცნებას, ესე ვთქვათ, მოსალოდნელ ნაბიჯებთან მიმართებით. ხო, საქმე იმაშია, რომ ჩვენ არა გვაქვს, როგორც სახელმწიფოს, როგორც განვითარების ამ კონკრეტულ ეტაპზე მყოფ ქვეყანას, ან მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ პოპულარულ არჩევანს, ხო, სახალხო არჩევანს, ნამდვილად არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მოლოდინის რეჟიმში ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო საქართველოს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. სულ რომ უსაფუძვლო იყოს ევროკავშირის მხრიდან ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება, მაინც არა გვაქვს შვიდად დალოდების არც ფუფუნება და არც სტრატეგიული ტრაექტორია და არჩევანი. მით უმეტეს, რომ ევროკავშირის მხრიდან ამ საკითხის დაყენება დროში გაწელილი, მაგრამ ევროკავშირის ღირებულებათა და ინსტიტუციური სისტემის გათვალისწინებით ძალიან ლოგიკური და მოსალოდნელი შედეგია, ხო? თუ ქვეყანას ყავს გამართულად ფუნქციონირებადი საჯარო სამსახური განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკურ ველზე, მაშინ ეს არ უნდა ყოფილიყო არავისთვის მოულოდნელობა და უნდა ყოფილიყო პოლიტიკური და სტრატეგიული სამზადისი ამ რეალობის თავიდან ასაცილებლად. სამწუხარო რეალობაში ვართ, ერთის მხრივ თლიანად ევროინტეგრაციის დღის წესრიგი გახვეული არის დეზინფორმაციის და წრეს გადასული პოპულიზმის საფარველში და მეორეს მხრივ არის ნულოვანი ანგარიშვალდებულება მოსახლეობისადმი, მათი საჭიროებებისადმი და ასევე სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისადმი. ამიტომ აი ეს ციტატა, რაც წაიკითხეთ, ჩემი აზრით არის შემაშფოთებელი, იმდენად აცდენილია სახელმწიფოს მართვის საჭიროებებს. ვიზა ლიბერალიზაცია, აი რა ტიპის ინსტრუმენტი არის დღეს ეს ქართული ოცნების ხელში? ეს არის სიკეთე, რომელიც ევროკავშირმა მისცა საქართველოს მის მოსახლეობას და საქართველოს სახელმწიფოს, რომელსაც ჰქონდა ევროინტეგრაციის ტრაექტორია, რომელიც რეფორმებს მეტნაკლებად წარმატებით ასრულებდა, რომელიც ევროკავშირს თავს არ ესხმოდა, ითვალისწინებდა ევროკავშირში გაწევრიანების ვალდებულებებს და ევროპეიზაციის მოთხოვნებს და მაინც ესეთი პოპულისტური დისკურსიც არ ჰქონდა ქვეყნის შიგნით, თუნდაც საშინაო აუდიტორიისთვის. დღეს სამწუხაროდ ქართულმა ოცნებამ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტად აქცია ევროკავშირზე თავდასხმა, ის ფოკუსირებულია მხოლოდ ძალიან ვიწრო კონსერვატიულ ელექტორატზე და ამ ელექტორატიდან მათ შორის მთლიანად კონსერვატიულ ელექტორატს აღარ მოიცავს, იმიტომ რომ ხედავთ მათი ყოფილი კონსერვატიული, მათ შორის ძალიან ულტრამემარჯვენე თუ მეორეს მხრივ ულტრამემარცხენე ჯგუფებიც კი დისტანცირებულები არიან ახლა, იმდენად პოპულისტური და დეზინფორმაციული კამპანია მიდის ევროკავშირის წინააღმდეგ, მათთვისაც კი მიუღებელია ეს სასაუბრო ენის ასეთი ეროზია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ამ ვიწრო ელექტორატის, რომლებიც აი ამ როგორ ვთქვა, აი ნეპოტისტურ კლანთან არის ყველანაირად დაკავშირებული, მათ ინტერესებზე საპასუხოდ იმართება მხოლოდ სახელმწიფო
სახელმწიფო და შესაბამისად გზავნილები მიდის ევროკავშირთან, ხო? და გზავნილი აქ რა არის? გზავნილი აქ არის, რომ ჩვენ შიგნით რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ, როგორც აკეთებენ სხვა ავტორიტარული სახელმწიფოები, რომლებსაც არც აქვთ პრეტენზია დემოკრატიულ განვითარებაზე, თქვენ ამაზე თვალი დახუჭეთ და ჩვენ გავაგრძელებთ ესე ორსკამს ეჭდომას საერთაშორისო ვიზიტებში, როცა ჩამოვალთ, ვიტყვით, რომ გვინდა ევროპა, მაგრამ როცა შინ ჩამოვალთ, დავბრუნდებით, მოვიქცევით არა როგორც ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც ძალიან გარიშვალდებული არიან ელექტორატის წინაშე, არამედ მოვიქცევით როგორც აი სამუდამო მმართველები, სანამ არ მოგბერძდება, ან შიგნით არ ჩავატარებთ როტაციას, აი როგორც ხდება ხოლმე გასული 13 წლის განმავლობაში. იხსნებიან პოლიტიკოსები ისე რომ არ ვიცით რამე საჯარო მარცხის ან პოლიტიკური შეცდომის და გადაცდომის გამო გადადგნენ თუ უბრალოდ ვიცით რომ ამის გამო არ გადადგნენ თუ გადადგნენ იმიტომ რომ შიგნით გუნდში ყავლი გაუვიდათ ან რაღაც ოლიგარქს რომელიც მართავს ამ პოლიტიკურ ავანსცენას რაღაც არ მოეწონა და ამიტომ გაუშვა სახლში. ამიტომ ეს ვიზა ლიბერალიზაცია ინსტრუმენტი კი არ არის ალბათ შეიძლება ითქვას რომ ძევლად ყავს აყვანილი პოლიტიკური მართვის აი ამ ფორმაციას და შესაბამისად ქართველი ხალხის ინტერესებიც ძევლად ყავს აყვანილი ამ პოლიტიკურ გუნდს და მეორეს მხრივ ახლა შეიძლება ვინმე ობივაძელმა საშუალო სტატისტიკურმა საქმეში ნაკლებად ჩახედულმა ადამიანმა თქვას რომ და რა მოხდა მე ევროკავშირმა იქნებ დაუთმოს საქართველოს ხალხის ინტერესების დასაცავად. საქმე იმაშია, რომ ევროკავშირს აქვს საკუთარი ღირებულებითი ფუნდამენტი და შემაკავშირებელი ქსოვილი, რომელზეც დგას ეს ერთიანობა. ხო, 27 ქვეყნის ამის გარეშე ის არ იქნება ის პოლიტიკური და ინსტიტუციური გაერთიანება, რომელიც დღეს არის. შესაბამისად ის ვალდებულია, რომ კანდიდატ ქვეყანას მოსთხოვოს ქცევის გარკვეული სტანდარტი. და ამ სტანდარტის დარღვევაზე თვალის დახუჭვა უკვე მას შიდა პოლიტიკურ პრობლემებს. ამიტომ ეს ხომ ძალიან მარტივი ზედაპირზე არსებული სქემა არის, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოს მართვაში ჩართულ ნებისმიერ მთავრობის წარმომადგენელს ძალიან კარგად ესმის. არ უნდა დაგვავიწყდეს ალბათ ისიც ეკაბოდიში რომ გაწყვეტინებთ, რომ რეალურად ეს არ არის, ანუ ვიზა ლიბერალიზაციის ყველასთვის გაჩერება არ არის ევროკავშირის პირველი არჩევანი. ევროკავშირსაც ურჩევნია, რომ არ იყვნენ ევროკავშირის შიგნით უნგრეთი და სლოვაკეთი, ურჩევნია თარგეტირებული სანქციები, ინდივიდუალური სანქციები მათზე, ვინც რუსულ კანონს მხარი დაუჭირა, ვინც საქართველოს ევროკავშირში, ესე ვთქვათ, გაწევრიანების პროცესის გაჩერებას არზე იმით გვამცნო, ვინც უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებს და სასამართლო ჯიბის სასამართლოდ აქცია, ანუ რეალურად მართლაც ამ ადამიანებს დაუწესდეთ ეს სანქციები. დღეს ეს შეუძლებელია ზუსტად იმიტომ, რომ ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს აქვს იმდენი ძალაუფლება, რომ რეალურად ეს ინდივიდუალური სანქციები მათზე ვერ გავრცელდეს, ხომ? ან ვერ გავრცელდეს სათანადო დოზით, ან ვერ გავრცელდეს ევროკავშირის სახელით. ხო, ალბათ ეს იქნება ყველაზე ზუსტი ამ შემთხვევაში. სწორი ბრძანდებით იმაში, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება არ არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც გააჩნია ევროკავშირს, განიხილება ასევე ასოცირების შეთანხმებების გარკვეული ნაწილების შეჩერება, მათ შორის ყველაზე ხშირად ახსენებენ ღრმა და ყოვლის მომცველ სავაჭრო ურთიერთობებს, სავაჭრო შეთანხმების შეჩერებას, მაგრამ ასევე საუბრობენ საქართველოს მონაწილეობის შეჩერებაზე რეგიონულ ფორმატებში. ვიცით ასევე, როგორც ახსენეთ, რომ განიხილება მიზნობრივი სანქციების დაწესება ევროკავშირის მხრიდან კონკრეტული პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში დემოკრატიულ უკუსლაზე, მაგრამ აქ, რა თქმა უნდა, უკვე შემოდის დღის წესრიგში ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების თავისებურება, რაც დიახ სანქციებისთვის ითხოვს ერთსულოვნებას. ანუ ყველა სახელმწიფო უნდა იყოს თანახმა. რო არ იყოს თანახმა და თავი შეიკავოს, ესეთი შემთხვევები გამონაკლის სახით ყოფილა, მაგრამ ნუ მინიმუმ კონსენსუსი საჭიროა იმისთვის, რომ გადაწყვეტილება იქნას მიღებული, რაც
27 სახელმწიფოს პირობებში ევროკავშირში ყოველთვის ჭირდა. ამიტომ ძალიან მცირე არის იმ საკითხების ნუსხა, რომელიც ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით მიიღება და უფრო მეტად, იმიტომ რომ ევროკავშირი განსხვავებით იმ დეზინფორმაციული ნარატივისგან, რაც სამწუხაროდ ამ ბოლო დროს ხშირად გვესმის, მართლაც პატივსცემს თავისი წევრი ქვეყნების სუვერენულ არჩევანს, ეროვნულ პოლიტიკებს და ამიტომ აქვს ეს წესი, რომელიც ზუსტად მათ იცავს უფრო კოლექტიური სუპრანაციონალური გავლენის დიდი დოზისგან. მაგრამ სამწუხაროდ ევროკავშირის ფარგლებში ამ ბოლო დროს ასეთ ქვეყნებს ტროას ცხენებს ეძახიან, არიან ქვეყნები, რომლებიც ყველასთვის მოულოდნელად იღებენ ევროკავშირის ღირებულებების და კოლექტიური ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს. მათ შორის ამ ქვეყნებშიც ესეთი ქცევა განპირობებულია შიგნით ძალაუფლების კონსოლიდაციის მოტივით. ამიტომ მე არ ვიტყოდი, რომ ეს არის ქართული ოცნების ძალაუფლების მაჩვენებელი, უფრო ეს არის სიტუაციური მოკავშირეები ხდება. ხო, ეს არის აი მსგავსი რეჟიმების მოკავშირეობის გამოხატულება. მაგრამ უნგრეთი და სლოვაკეთი თავის დღის წესრიგს ბევრად უკეთესად მიხედავენ. აი საქართველოს რა არჩევანი აქვს? უნგრეთის და სლოვაკეთისგან განსხვავებით არ აქვს არც ევროკავშირის სოციალური დახმარების ფონდი ხელმისაწვდომი, არც ნატოს თავდაცვის ქოლგა. შესაბამისად, საქართველოს ბევრად მეტი სტრატეგიული გამჭრიახობა და გადაწყვეტილების მიღების ნიუანსირება სჭირდება. ანუ ეს არ არის მარტო ბიძინა ივანიშვილის ან ქართული ოცნების ნებასურულზე დამოკიდებული, რომელ ალიანსში უნდა შეათრიონ ან შეიყვანონ ქვეყანა, ხო? არჩევანი ბუნებრივია ევროკავშირის 27 სახელმწიფოს შორის უნდა გაკეთდეს იმ 25-ზე და არა აბსოლუტურ უმრავლესობაზე ამ ორ ქვეყანაზე. მაგრამ სამწუხაროდ ზუსტად იმაზეა საუბარი და ზუსტად ამისთვის იმართება აგერ უკვე 290 დღეს მივუკაკუნებთ მალე ხო დაახლოებით ამდენი დღე არის რომ ადამიანები ქუჩაში გამოდიან ეს არის ძალიან დიდი ტვირთი თითოეულ აქტივისტზე დემონსტრანტზე მაგრამ არ წყდება ეს აქტივიზმი იმიტომ რომ რა იწევს ამას, რა იწევს იმას, როდესაც მოქალაქე გამოდის ქუჩაში. ან გარშვალდებულების დეფიციტი, როდესაც პრაქტიკულად არ დარჩა არანაირი ინსტიტუციური თუ სამართლებრივი არხი მოქალაქეების გულისტკივილის თავრობამდე მისატანად და რაიმე ტიპის რეაგირების მისაღებად. ისეთი რეაგირების, რომელიც ემსახურება კოლექტიურ და არა ვიწრო ჯგუფურ ინტერესს. ხო, მეტიც რეაქციული კანონები, ხო, რომლებსაც ევროკავშირი ღიად პირდაპირ უწოდებს რეპრესიულ კანონმდებლობას, ხო, რომლებიც ზუსტად აი ამ, ესე ვთქვათ, ხვრელების ამოსავსებად აქვს შექმნილი ქართულ ოცნებას. ხომ და ჩვენ ვხედავთ ის პრაქტიკაში როგორ იყენებს, ესე ვთქვათ, ამ კანონმდებლობას დღეს, ხო? აი, სადამდე შეიძლება მივიდეს ეკა პროცესი? ყოველ შემთხვევაში ჩვენი მრავალწლიანი საგარეო პარტნიორების თვალსაზრისით ქართულ ოცნებას მთლიანად ყავს გადაყვანილი საქართველოში პროცესები დემოკრატიული რელსებიდან და პრაქტიკულად მათთვის მიუღებელი არის ჩვეულებრივად საქმიანობის გაგრძელება ამ პოლიტიკურ გუნდთან სანამ არ მოხდება ამ რეპრესიული კანონების და პრაქტიკების უკუგდება. ეს გაცხადებული აქვს როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე დიდ ბრიტანეთს და ასევე რა თქმა უნდა ევროკავშირს მისი არაერთი ინსტიტუციური ფორმატის დღის წესრიგში, მაგალითად ევროპარლამენტი იქნება თუ ევროკავშირის საბჭო თუ ევროპული საბჭო თუ სხვა ევროპული ინსტიტუციებიც იგივე ამბობენ ეს იქნება ევროსაბჭო თუ მისი სხვადასხვა ორგანოები როგორც არის ვენეციის კომისია და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ანუ საქართველოს საერთოდ ქონდა ორიენტაცია საგარეო პოლიტიკური პრაქტიკულად შეიძლება ითქვას 2001 წლიდან უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ საქართველოს აქვს დასავლური ორიენტაცია, ხო? რაც გამყარდა 2004 წლიდან აბსოლუტურად სწორუპოვარი ორიენტაცია აიღო საგარეო პოლიტიკური ჩვენმა ქვეყანამ. დღეს უკვე ამ ორიენტაციისგან არსობრივად არაფერი აღარ არის დარჩენილი, არც შიდა მართვის, არც საგარეო დღის წესრიგში და ეს არის შემაშფოთებელი. კი არის შესაძლებლობა, რომ
უკან დავაბრუნოთ ეს პროცესები და საქართველოს გავიყვანოთ ასე ვთქვათ უსაფრთხო ველზე, მაგრამ ამას ჭირდება ძალიან დიდი სახალხო ძალისხმევა, ოპოზიციური ძალისხმევა, ჩვენი მეგობრების დახმარება და დაუღალავი წინააღმდეგობა, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური საგარეოპოლიტიკური ორიენტაცია, რომელიც პირდაპირ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით ნორმალური მართვისა და ფუნქციონირებისთვის. მიზანი არ არის ამის თქმა მინდა. რამდენად კაფიო არის თვითონ ის გზავნილები, რაც ჩვენ გვესმის ევროკომისიისგან, რაც ჩვენ გვესმის ევროკავშირისგან, ხო? აი მაგალითად SWIFT-ის შესაძლო შეჩერება, ხო, რაც დამანგრეველი ძალის შეიძლება აღმოჩნდეს, ოღონდ რა შემთხვევაში, ვისზე, ყველაზე, ხო? ანუ ეს კითხვები მაინც ჩდება. მაგალითად, სექტორული სანქციების დაწესება, რაც ვთქვათ, უკვე ეს არის უკვე ისრები, ესე ვთქვათ, ველის გაფართოების ამ სანქციების და დაშვება იმისა, რომ ბიზნესი შეიძლება იყოს უბრალოდ ისეთივე ინეიბლერი და მასზეც გავრცელდეს სანქციები, ხო? ანუ აი, რამდენად მკაფიო ეს გზავნილები და არის თუ არა საჭირო, რომ ამდენად მკაფიო იყოს, რის მოლოდინით შეიძლება რიგით მოქალაქეებს კონდეთ, ხო? ბუნებრივად. ევროკავშირისთვის არა დამახასიათებლად ძალიან მკაფიო არის ბოლო პერიოდში ევროკავშირი თავის შეფასებებში, ძალიან კრიტიკულ შეფასებებში, დასკვნებში და მოქმედებებში. სანქციების კატეგორიაში ალბათ უპირველესად ისინი მიზნობრივ სანქციებს განიხილავენ და მოერიდებიან ისეთ ბლანკეტურ სანქციებს, რომელიც მარტო პასუხისმგებელ პირებს კი არა, მთელს მოსახლეობას შეეხება, მათ შორის SWIFT-დან გათიშვა უფრო ფართო შედეგების მატარებელია და მე პირადად ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი უკანასკნელი ზომა იქნება, რომელსაც განიხილავენ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლო ჩამონათვალში ნახსენები იყო. ეს თქვა ჩვენ, ხო, ბოლო ზომა იყო იქაც კი. ბატონო, საქართველოს შემთხვევაში ალბათ თუ სანქციებზე ერთსულოვნება შედგება, ეს ალბათ იქნება ტარგეტირებული სანქციები. ევროკავშირი ძალიან მკაფიო არის მის შეფასებებში, მათ შორის აჩვენებს ჩიხიდან გამოსავალის გზასაც და ეს გამოსავალი არ არის ძალიან მკაცრი. აქ ჩემი აზრით პირიქით ზუსტად ეს ის ნაწილია, სადაც ევროკავშირი ნაკლებად სწავლობს საკუთარი გაკვეთილები და ნაკლებად გამოაქვს დასკვნები, იმიტომ რომ როგორც წესი ავტორიტარიზმისკენ გადახრილი რეჟიმები დაყვავებას ცუდად იგებენ და არა ისე რომ დათმობის სანაცვლოდ მათაც შემხოდრე ნაბიჯები და გადადგან. თუმცა ყოველ შემთხვევაში გამოსავალი ევროკავშირს დახაზული აქვს, მათ შორის აი ვიზა ლიბერალიზაციის ბოლო ანგარიში 8 პუნქტი არის მოხსენიებული, რომლის შესრულებასაც ევროკავშირი ითხოვს და 31 აგვისტო რისთვის არის მითითებული, ხო, ეს ყველას უკვეშ და აბა ვეცადოთ რომ ამოვხსნათ ამ თარიღის ლოგიკა. პირველ რიგში ლოგიკა ის არის, რომ ჩვენთან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის დასაწყისში 4 ოქტომბერს არის უკვე დანიშნული. ანუ რეალურად რჩება მხოლოდ სექტემბერი იმისთვის, რომ ევროკავშირმა შეაფასოს საქართველოში ტრაექტორია ისევ ავტორიტარიზმისკენ არის თუ არის შემოbrunების ნიშნები. ხო? აგვისტოს ბოლოს კი არა, უკვე პროცესში ისინი შეხედავენ, მით უმეტეს თუ ასეთი განცხადებები კეთდება, რომ შვიდად უნდა დაველოდოთ, რა ხდება საქართველოში და ამის შემდგომ მათ აგვისტოში აქვთ ერთი არაფორმალური საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრა დანიაში, მეორე არაფორმალური საბჭოს შეხვედრა აქვთ გაეროში სექტემბერში და უკვე ფორმალური საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე საგარეო ურთიერთობათა საბჭოს შეხვედრა არის 23-24 ოქტომბერს და მას მალევე მოსდევს ევროპული საბჭოს სხდომა. აი ამ ორი ფორმატისთვის უკვე გარდაუვალი იქნება საქართველოს წინააღმდეგ რაღაც კონკრეტული ტიპის სანქციის მოსადაგება, თუ არ დაინახეს დადებითი დინამიკა აგვისტოს და სექტემბრის განმავლობაში. ამიტომ
მთელ პოლიტიკურ სპექტრს ახლა ძალიან ბევრი სამუშაო უნდა ჰქონდეს. პირველ რიგში რა თქმა უნდა გაუქმდეს ეს რეპრესიული კანონები და პოლიტიკური დღის წესრიგი დაუბრუნდეს რაღაცა ნორმალურ ჩარჩოებს, დაიწყოს საუბრები ახალი საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. ამის გარეშე ჩემი ვარაუდია ეს, რომ უკვე დამტკიცებული კალენდარი ზუსტად ამას გვეუბნება, რომ ოქტომბერში აუცილებლად დადგება საქართველოსთვის რომელიმე სანქციის მოსადაგების რეალობა. ან ვიზა ლიბერალიზაციის ფართო სანქციის, რომელიც უკვე ყველაზე გავრცელდება. ეს პერიოდი 12 თვიანი გახდა, განსხვავებით წინა რეგულაციისგან, როცა 6 თვიანი იყო. ან ასოცირების შეთანხმების გარკვეული პუნქტების შეჩერება, ან ორივე ერთად და თუ იმ დროისთვის უნგრეთი და სლოვაკეთიც ეს მოლაპარაკებები ხომ მუდმივად მიმდინარეობს, რაღაცნაირად დაარწმუნეს შესაძლოა მიზნობრივი სანქციებიც იყოს განხილული. სანქციებზე რადგან საუბრობთ, ხომ, უფრო მეტი მოქნილობა აქვთ ამ შემთხვევაში აშკარად ეს ჩანს ყველაფერში ამერიკას და დიდ ბრიტანეთს, ხო, ვიდრე ევროკავშირს, რომელიც ესეთი რთული ბიუროკრატიული მექანიზმია ამ თვალსაზრისით. აქედან რამეს ელოდებით? ვიცით, რომ ორივე ქვეყანაში პროცესი დაძრულია და მათ შორის ევროკავშირის ფარგლებში 4-9 თუ მეტ ქვეყანას უკვე აქვს ინდივიდუალური სანქციები დაწესებული. ზოგადად ინდივიდუალური სანქციების დაწესების პრობლემატიკა სამართლებრივ ბაზასთან არის დაკავშირებული. იმდენად პრაქტიკაში უფრო მიღებული იყო გაეროს ან რომელიმე სხვა რეგიონული ინსტიტუციის ფარგლებში ამ სანქციების დაწესება. უბრალოდ სამართლებრივად არ არის მზად ეს გარემოება და ამიტომ დროში იწელება რეაგირება, თუმცა ეს მარტო საქართველოს არ ეხება, ზოგადად საგარეო პოლიტიკურ თავისებურებას წარმოადგენს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ქვეყნების, აი ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა განცხადებებით, პოლიტიკური რეაგირებით საკმარისად ცხადს ხდის მათ განწყობას და რა ვიცი, თუ ძალიან უპასუხისმგებლო მართველი არ ახარ, უკვე აშკარა არის რა განწყობით არიან შენ მიმართ და რაღაცა უნდა გააკეთო, ხო, ან ერთი ან მეორე მიმართულებით, რომ ამ კრიზისის განმუხტვა დაიწყო და როცა ამას არ აკეთებ, უკვე ბუნებრივია რჩება ინტერპრეტაცია იმის შესახებ, რომ ეს უბრალოდ მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია და უფრო სხვა ამოცანებზე არის ორიენტირებული. კონკრეტულად ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიცით, რომ ძალიან მძლავრი კანონპროექტი განიხილება, ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი, რომელმაც გაიარა ჰაუსის ეტაპი და სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი გაიარა. ეხლა საჭიროა მთლიანად სენატმა კიდევ ერთხელ უყაროს კენჭი და ამის მერე ის უკვე ეგზავნება თეთრი სახლის ადმინისტრაციას ხელმოწერისთვის. ამერიკაშიც ამ პროცესმა თავიდან ძალიან სწრაფი განვითარება ჰპოვა, ეხლა გაჩერებულია შიდა პოლიტიკური გარემოებების გამო, მათ შორის იმის გამო, რომ საკუთარი უზარმაზარი კანონპროექტი გაჰქონდა მართველ გუნდს, პარტიას და ახალ ადმინისტრაციას, ეს პროცესი უკვე ჩამთავრებულია. არის სხვა საკითხები, მათ შორის თვითონ რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც არიან იზოლაციონისტი რესპუბლიკელები, რაც უჩვეულოა, მაგრამ ესეც არსებული ეს ძალიან ლაბილური საჩერსო პოლიტიკური ლანდშაფტი ის ერთ-ერთი ნიშანსვეტი არის, რომ აი რესპუბლიკელებში გამოჩნდნენ და წინა პლანზე აქტიურობენ იზოლაციონისტი პოლიტიკოსები, მათ შორის განსაკუთრებით სენატში, რომლებისთვისაც პრიორიტეტები სხვანაირად არის დალაგებული. თუმცა კარგია ის, რომ ჩვენ გვყავს ბევრი მეგობარი, რომელიც საქართველოს კარგად იცნობს, მათ შორის იცნობს ამერიკის ძალისხმევას და საქართველოში და ზოგადად ამ რეგიონის მშვიდობაში და სტაბილურობაში ჩადებულ ინვესტიციას და საბოლოო ჯამში ამ შიდა ბაგირის გადაწევის შედეგიც აუცილებლად იქნება ამ კანონპროექტის შემდგომი მოძრაობა საკანონმდებლო არხებში და ამ კულმინაციასაც აუცილებლად ნახავთ. უბრალოდ მე პირადად როგორც ექსპერტს ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის მთელი ჩვენი პოლიტიკური გარემოცვის და მათ შორის მედიის
ფიქსირება შედეგზე, მაშინ როდესაც ჩემთვის უკვე ის რომ აი ამ პროცესში ვართ შემაშფოთებელია და ჩვენი საგარეო პოლიტიკის უსაფრთხოების დოკუმენტების სტრატეგიების და მათ შორის უპირველესად კონსტიტუციის საპირისპირო შედეგი მიდის და სამწუხაროდ ხალხთა ერთობლიობას არ აგვაქვს არანაირი ეფექტური ბერკეტი რომ ეს შევაკავოთ ან უკუაქციოთ. ამიტომ აუცილებელია რომ გავაგრძელოთ. აბსოლუტურად გეთანხმებით. ამ დაკვირვებაში გადაჭარბება ეკა როცა ვისმენთ რომ საქართველოს შეიძლება გახდეს ჩინეთის, ირანის მოკავშირე და ამით დაუპირისპირდეს თავისი ერთდრო სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების, ესე ვთქვათ, რაღაცა სასიცოცხლო ინტერესებს. ჩემი აზრით არ არის გადაჭარბება. შეიძლება ეს არ არის ხვალინდელი დღის საფრთხე, მაგრამ ეს აუცილებლად არის საშუალო და გრძელვადიან პერიოდში სერიოზული საფრთხე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის, რომ საქართველოში მრავალი აქტორის ჩართულობა არ არის ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკური ინოვაცია, ამაზე დგას ჩვენი საგარეო პოლიტიკური სტრატეგიული ხედვა ბოლო 20 წელია და მათ შორის ჩინეთთან ურთიერთობები, ირანთან კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნება, რაც ძალიან პრობლემატური და რთული საკითხია, მაგრამ ახერხებდა ამას ჩვენი საგარეო პოლიტიკური ესტაბლიშმენტი, ხო, ამ დრომდე ისევე როგორც სხვა აქტორების აქ ყოფნა ყოველთვის იყო ჩვენთვის ეკონომიკურად მომგებიანი, ისევე როგორც ჩვენი აღმოსავლეთის და დასავლეთის კარიბჭის დამაკავშირებელი როლის სრულფასოვანი რეალიზაციის ერთგვარი წინაპირობა. და აქ არანაირი წინააღმდეგობა არ იყო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კონტექსტი ჩვენ როგორც მცირე სახელმწიფო ამ გიგანტ გარე სახელმწიფოებს როგორ ხვდებით ზურგგამაგრებული ჩვენი სტრატეგიული კუთვნილებით ევროპული და ევროატლანტიკური ინსტიტუციების წიაღიდან თუ ცალკე ინდივიდუალური ქვეყანა საქართველო, რომელსაც ჩინური, ირანული თუ სხვა ავტორიტარული გარე სახელმწიფოების აქ შემოსვლის პირობებში არ აქვს საკმარისი ინსულაცია იმ საფრთხეებისგან, რომელიც შეიძლება შემოდიოდეს, იმიტომ რომ მხოლოდ ეს ვიტყვი, რომ დივერსიფიკაციის პოლიტიკა უფრო მეტად ვიდრე მულტივექტორული პოლიტიკა, ხო, ვექტორი ერთი, მაგრამ ამ ვექტორში, ესე ვთქვათ, დივერსიფიკაცია. თუმცა რისი აღნიშვნა მინდა, რომ აი თითქოს ქართული ოცნება სულ იმას ცდილობს გვაჩვენოს, რომ აი ჩანაწერები არსებობს და ჩვენ სტრატეგიული მიმართულება მაინც რჩება ევროპა და ასე შემდგომ, მაგრამ ჩვენ უკვე ვეღარ გავაკონტროლებთ ხალხთაშორისი კონტაქტებიდან თუ იმ ბიზნეს და სამართლებრივი პრაქტიკებიდან, რომელსაც უმართავი შემოდინების პირობებში ამ სახელმწიფოების და მათი მესვეურების როლი წარმოშობს ჩვენს ქვეყანაში, ხო? ჩვენ როცა გქონდა ევროინტეგრაციის აქტიური ფაზა, როდესაც ჩვენ ვახდენდით ევროკავშირის სამართლებრივ სივრცესთან აპროქსიმაციას, როდესაც ჩვენს მოსამართლეებს ჰქონდათ რიდი და ცდილობდნენ, რომ თავიანთი სამართალ წარმოებით შესატყვისი ყოფილიყვნენ ევროპული სტანდარტისა, რისგანაც ეხა თავისუფლები არიან რატომღაც და ვერ გრძნობენ ამ საერთო ევროპული სამართლებრივი სივრცის ბოჭვას და რაღაცნაირად პატივისგების საჭიროებას. აი ამ გარემოში, ხო, შესაძლებელი იყო ადგილობრივი ინტერესების დაცვა, მაგალითად, რაღაც მულტი ეროვნული ძლიერი, თუნდაც რომელიმე სხვა ავტორიტარული ქვეყნის კორპორაციის ინტერესების პირისპირ. რაც უფრო ვშორდებით ევროპულ სამართლებრივ, პოლიტიკურ და ინსტიტუციურ სივრცეს, მით უფრო მოწყვლად ივხდებით ასეთი გავლენებისგან და ეს რა თქმა უნდა წარმოადგენს საფრთხეს. აი ამ ფონზე მინდა და ზუსტად ეს ხაზი მინდა გავაგრძელოთ, აი კონკრეტული მაგალითების საფუძველზე, ხო, აი მაგალითად ანაკლიის სპორტი. ხო, 59% შესაძლო, ესე ვთქვათ, ჩინეთის ჩართულობა, ჩინური ბანკები, ესე ვთქვათ, საქართველოში, ხო? აი რა თამაშს თამაშობს ამით ქართული ოცნება? უბრალოდ თამაშობს კი თუ მცდელობა არის რაღაც აი ამ ახალი თამაშის წამოწყების?
ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო ზოგადად სატრანსპორტო დერეფნების თემა და სულ ვაკვირდები ამ საკითხს. მე მგონია, რომ ანაკლის სპორტის პროექტის რეალიზაციის შეფერხება, დაგვიანება, ჩაგდება იმ თქვათ კონტრიბუტორების თუ ინვესტორების პირობებში, რომელიც თავიდან იყო შერჩეული და ეხლა პრაქტიკულად დაკონსერვება ამ პროექტის და პერსპექტივაში მხოლოდ ჩინური დომინანტური მონაწილეობის ქონა არის ძალიან დიდი სტრატეგიული შეცდომა, რომელიც მხოლოდ საქართველოს არ ეხება, არამედ არის რეგიონული მნიშვნელობის სტრატეგიული შეცდომა. აქ ალბათ უფრო აქტიური როლი უნდა შეესრულებინათ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ამერიკას და ევროკავშირს, რომ არ დაეშვათ, იმიტომ რომ რა ხდება, ანუ რუსეთს აქვს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინტერესი და мотиваცია, რომ განავითაროს ჩრდილოეთ სამხრეთის კორიდორი, რომელიც არის პირდაპირ კონკურენტი აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორის იმ მარშრუტისა, რომელიც გადის საქართველოზე, ანუ მოდის აზერბაიჯანიდან, ცენტრალური აზია, თავისთავად ანუ სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, მერე ცენტრალური აზია, მერე აზერბაიჯანიდან საქართველოსკენ, თურქეთის გავლით უკვე ევროპისკენ, რაშიც აქტიურად დაიტვირთებოდა როგორც ჩვენი სახმელეთო სატრანსპორტო მიმოსვლა, ასევე პორტები, რკინიგზა და იქნებოდა მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი და სტიმული საქართველოში სატრანსპორტო დერეფნის სერვისების განვითარებისა, მარტო ის კი არა, რომ გაიაროს, არამედ ამის ირგვლივ რეგულირება შექმნას და აბსოლუტურად შექმნას დამატებითი სერვისები, რაც მოიტანდა დამატებით სამუშაო ადგილებს და რა თქმა უნდა შემოსავალსაც ქვეყნის ბიუჯეტში. ეს ეხლა დაიკარგა, თვითონ რუსეთი, ირანიც შეფერხდნენ იმით, რომ ომებში არიან ჩართულები და ირანი ისევ სანქცირებულია 2015 წლისგან განსხვავებით, როცა სხვა სცენარები ვითარდებოდა, მაგრამ ეს რეალობა რომ და თუ შეიცვლება, საქართველოს ყოველთვის უნდა ჰქონდეს როგორც მცირე ქვეყანას, ანუ რისთვის გვყავს სხვაგვარად ეროვნული საფრთხეების ინფრასტრუქტურა ან საგარეო პოლიტიკური უწყებები, რისთვის გვყავს, ხო, ეს არის მათი ძირითადი დღის წესრიგი და ყველა სცენარისთვის მზად უნდა იყოს და მე ამ სამზადის ვერ ვხედავ, პირიქით რეალობაში ვხედავ ყველაფერს აპირისპიროს. აი აქ ძალიან საინტერესო არის ხოლმე რომ მთავარი არგუმენტი არის ის რომ რა მოხდა აი მაგალითად შავი ზღვის ელექტროკაბელი ხო ანუ უდიდესი ესე ვთქვათ პოტენციალი შესაძლებლობა უდიდესი პროექტი და წმინდად ევროპული პროექტი. ხო, ანუ კონტრარგუმენტი არის ის, რომ საქართველო იქნება თუ არ იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ანუ მასთან ეს ეკონომიკური ურთიერთობები, როგორც აი სხვა ქვეყნებთან, ყოველთვის იქნება. მე მინდა რომ ჩვენ ავხსნათ, რას ნიშნავს საქართველო გადაწყვეტილების მაგიდასთან ასეთ პროექტებში და საქართველო როგორც რაღაც მესამე ქვეყანა, რომელიც გარედან უყურებს და ესე ვთქვათ, რაც შეხვდება იმ ნამცხვრის რანაჭერით შეხვდება, მხოლოდ მას უნდა დასჯერდეს, ხო? ხო, ეს ძალიან მარტივი სქემა არის, ანუ ქვეყნები, რომლებსაც არ აქვთ ევროპულ ცივილიზებულ საზოგადოებრივ ქსოვილთან თავსებადი საზოგადოება, მათ შორის სამართლებრივი პოლიტიკური იდენტობის თუ კულტურის თვალსაზრისით, მათთანაც აქვს ევროკავშირს თუ ცალკეულ ევროპულ ქვეყნებს ურთიერთობები, მაგრამ ეს ურთიერთობები არის ძალიან ვიწრო, საკითხზე დამოკიდებული და შესაბამისად იქიდან გამომდინარე სიკეთეებიც კონკრეტული ელიტური ჯგუფებისთვის არის და არა უფრო ფართო საზოგადოებისთვის. ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ ყველა მოქალაქის ინტერესების რეალიზაცია შევძლოთ იმით, რომ გავხდეთ ევროკავშირის ფართო სამართლებრივი პოლიტიკური იდენტობის და კულტურული სივრცის განუყოფელი და ინსტიტუციურად დამაგრებული ნაწილი და ამაზე უარის თქმის არც მანდატი აქვს, არც ერთ მით უმეტეს ქართულ ოცნების პოლიტიკურ გუნდს და არც სტრატეგიული რაციონი არსებობს ამისი. ანუ ცალსახად ჩვენ ვართ ვიწრო პარტიული ინტერესის უზურპაციის პირობებში და იმედი მაქვს, რომ ეს პერიოდი ძალიან მალე დასრულდება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მე მხრივ ეკა სულ უფრო მეტს ვფიქრობ იმაზე, რა ენაზე უნდა ვესაუბროთ
მხარდამჭერებს ქართული ოცნების და ქართული ოცნების ამომრჩეველს ბოლო კვლევას თქვენც გაეცნობოდით და ნახავთ რომ ნახევარს ჯერა Deep State-ის და გლობალური ომის პარტიის და კიდევ ნახევარი იმას ამბობს რომ საერთოდ ყველას ესე ვთქვათ პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს თავად ევროკავშირის და ყველა სხვა აქტორის გარდა ქართული ოცნებისა თუ საქართველოს დაკარგავს უვიზო მიმოსვლას რა ენა შეიძლება ავირჩიოთ აი ამ ადამიანებისთვის როგორ ფიქრობ? პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ ქართული ოცნების სასაუბრო ენა საზოგადოების მიმართ არის აი მთლიანად აგებული კონფირმაციულ მიკერძოებაზე. ანუ პრაქტიკულად ის ესაუბრება მხოლოდ ელექტორატის იმ ნაწილს, რომელიც ისედაც მისი ლოიალურად განწყობილი და მისი ცენტრალური ამომრჩეველი არის. ანუ არავითარ შემთხვევაში ის პოზიციას არ შეიცვლის. პირიქით, მას აწყობს ქართული ოცნება ხელისუფლებაში და სავარაუდოდ ეს სწორედ ასეთი ამომრჩეველია, სავარაუდოდ გლობალური ომის პარტიის ჯერა და თუმცა არის ჩემი აზრით უფრო დიდი პრობლემა რეგიონებში, სადაც ნაკლები არის ალტერნატიული საინფორმაციო არხები და შესაძლებლობა რომ ადამიანებმა დამატებით მიიღონ ინფორმაცია და მათთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო დეზინფორმაციასთან ბრძოლის ის საშუალებები, რასაც სამოქალაქო საზოგადოება აკეთებდა და ალბათ ქართულმა ოცნებამ სწორედ ამიტომ შეზღუდა სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობა. არადა ეს ჩვენი სახელმწიფო ინტერესია, მათ შორის ევროკავშირის 9 ნაბიჯში პირველ ნაბიჯად წერია, რომ საქართველომ უნდა ებრძოლოს ევროპულ დეზინფორმაციას. ეხლა პირდაპირ არ უწერიათ, რომ მთავრობა ხელს უწყობს ევროპულ დეზინფორმაციას, მაგრამ პირველ პუნქტად რომ ჩაგიწერენ ევროპულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას, ეს ნიშნავს, რომ შემჩნეული ხარ ამაში და ამ მიმართულებით გაქვს სერიოზული პრობლემა. მე პირადად არ მგონია, რომ არის დიდი სეგმენტი მოსახლეობისა, რომელსაც აი ამ საოცარი ლოზუნგების ჯერა, რასაც მიგვაჩვიეს ამ ბოლო თვეების განმავლობაში, პირიქით უკვე დისკურსი არის იუმორის რეჟიმში გადასული და ეს არის ქართული საზოგადოების ძლიერი მხარე და მე მგონი ეს ყველაზე მეტად ეტკინა ქართულ ოცნებას. ხო, იმიტომ რომ აი როდესაც გესაუბრება, რომ ევროკავშირი, რომელიც არის ყველაზე მოწინავე პოლიტიკური და ინსტიტუციური გაერთიანება, ინოვაციების ჩემპიონი, სოციალური დაცვის ჩემპიონი, სამართლის უზენაესობა აქვს, უამრავ სიკეთეებს თავაზობს საკუთარ მოსახლეობას, გესაუბრება ნობელი აქვს მიღებული მშვიდობის დარგში. ყოველდღიურ კეთილდღეობა აქვს ბევრ სხვა რეგიონზე მოწინავე, ხო? და გეუბნება, რომ ძირითადი საკითხი ყოფილა თურმე ქალი კაცია თუ კაცი ქალია თუ ესა რა ქვია რა ვიცი კიდე რაღაც გასაოცარი ფრთიანი ლოზუნგები, რომელიც უბრალოდ სასაცილო არის ერთის მხრივ და მეორეს მხრივ არის შეურაცხყოფელი, იმიტომ რომ ინტელექტუალურად ძალიან დაბალ თამასას თავაზობს ქართველებს პოლიტიკური და ზოგადად საჯარო დისკურსისთვის. გაცილებით მეც ვიმსახურებთ, რა ვიცი, მე სულ მაქვს სასწავლო პროცესთან შეხება და ჩვენ საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის ისეთი, რომლებიც ქართული ოცნების პირობებში არის მიღებული და დამტკიცებული, გავალდებულებს, რომ რაღაც კრიტერიუმების მიხედვით გავაკეთოთ შეფასებები და მნიშვნელოვანია, რომ საჯარო პოლიტიკური პირებიც რაღაცა მინიმალურ კრიტერიუმს საჯარო დისკურსისთვის, ლოგიკისთვის და ზოგადად აზრობრივი კომპეტენციისთვის აკმაყოფილებდნენ. რეალისტურია ეგ მოთხოვნა იმ პირობებში, როცა აი ყველა შეფასებით პრაქტიკულად აღარ დარჩა ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტი, რომლის მიკერძოებასთან, რომლის სანდოობასთან და ასე შემდეგ კითხვის ნიშნები არ იყოს, იქნება ეს სასამართლო თუ იქნება ეს ეროვნული ბანკი, ხო, ანუ ამდენად ფართო არის ეს სპექტრი. აი ამ ვითარებაში, როდესაც თქვათ რიცხვების ნდობა გეკარგება, თქვათ როცა აღარ მუშაობს ფრაზა შევხვდებით ერთმანეთს სასამართლოში, ანუ აი
აი რა ხდება, ხო, ანუ აი რა შეიძლება იყოს ესე ვთქვათ გამოსავალი. კი, აი როგორც ვახსენეთ, სამწუხაროდ ინსტიტუციური გზა იმისა, რომ რაღაცნაირად ანგარიშვალდებულების პროვოცირება მოახდინო, აღარ არსებობს. არ არსებობს არც დამოუკიდებელი სააგენტოების, როგორც არის სახალხო დამცველის ოფისი თუ სპეციალური გამომძიებელი თუ ანტიკორუფციული სააგენტო, არც სამართლებრივი შტოს ფარგლებში ეს შესაძლებლობა აღარ არსებობს, პარლამენტიც ერთპარტიულია და ასე შემდგომ, ხო? მე უბრალოდ ჩემს წინა რეაქციაში ვახსენე, რისი მოლოდინი არსებობს საჯარო პირების მიმართ, მაგრამ პრაქტიკაში ქართული ოცნებისგან ამას რო ვეღარ მივიღებთ, იმიტომაც არის შეურიგებლობა და ამიტომაც აქვთ მათ ლეგიტიმაციის კრიზისი. უღრმესი მადლობა ეკამ თქვენი დროისთვის და ამ ძალიან საინტერესო საუბრისთვის. აი ბოლოსკენ მინდა რომ ესეთი ცოტა უცნაური კითხვა დაგისვათ, ხომ? აი ჩვენ სულ გვესმის და გვაშინებენ იმით, რომ აი რუსეთი რომ არა, როგორც ესე ვთქვათ, ჩვენი მეზობელი, ვთქვათ, ეკონომიკურად უდიდესი პრობლემები გვექნებოდა და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ რეალურად რიცხვებს თუ შევხედავთ და სტატისტიკას თუ შევხედავთ, ჯერ კიდევ ჯამურად ევროკავშირი, ესე ვთქვათ, ხო? ანუ ჩვენი ყველაზე მსხვილი პარტნიორია, ხო? ანუ მისი წილი ეკონომიკაში მცირდება, მაგრამ ჯერ მაინც შენარჩუნებულია, ხო? ანუ იმიტომ რომ ევროკავშირი დემოკრატია, იმიტომ რომ ევროკავშირი თამაშის წესებს იცავს, ამის გამო არ ეშინია ქართულ ოცნებას თუ არ ვიცი მის მომხრეებს ევროკავშირის გაბრაზების. ხო და აი ეს რაზე მიუთითებს, რა სიგნალია? სინამდვილეში რაც აღწერეთ სტრატეგიული უმეცრების გამოხატულება არის, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს საკუთარი შინაგანი ღირებულებები და სამართლებრივი სტანდარტები ბოჭავს და რა თქმა უნდა მეზობელ სახელმწიფოს თავს არ დაესხმება განსხვავებით რუსეთისგან, მაგრამ სახელმწიფო შორის ურთიერთობებს ხო ძალიან ფართო სპექტრი აქვს და მათ შორის ეხლა ის რომ საქართველოს კავშირში გაწევრიანების პროცესში შეჩერებულია ის, რომ ჩვენ მილიონობით დოლარის თუ ბოდიში ევროს გრანტები დავკარგეთ ევროკავშირისგან ბოლო 2 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ გადავედით დემოკრატიული რელსებიდან, იმიტომ რომ ამ დროის განმავლობაში ძალიან დაწინაურდა მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ისინი უკვე აშენებენ უფრო ევროპულ ქვეყანას და ჩვენ ამ დროში ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგვეძლო, ხო? ტექნიკურ სფეროებში თანამშრომლობა ძალიან საინტერესო არის, ხო? სურსათის უნებლობა, რაც ძალიან აქტუალური საკითხი იყო რამდენიმე თვის წინ, გარემოს დაცვა, დასაქმება, სოციალური დაცვის მექანიზმები, ხო? ის არის ყველაფერი, რაზე მუშაობის ეფექტურ ინსტრუმენტებს და ტექნიკურ დახმარებას, როგორც ადამიანური, ასევე ფულადი თვალსაზრისით იძლევა ევროკავშირი და ეს არის ჩვენი ალტერნატიული დანაკარგი ამ ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგით ჩვენ ამოვარდით ამ კონტექსტიდან, ამიტომ ძალიან ბევრი დავკარგეთ და რაც შეეხება რუსეთს და ომის და მშვიდობის საკითხის ასე შეპირისპირებას, როგორც ექსპერტი პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი პედალირება ამ ლოზუნგისა, რომ ჩვენ თუ ევროკავშირს არ ჩავეხსნებით რუსეთი მათ შორის არ ჩავეხსნებით სამართლებრივად ღირებულებების და პრაქტიკების თვალსაზრისით რუსეთი ამ ქვეყანაში შემოვა, პირდაპირ არის მოწინააღმდეგისთვის კაზუს ბელის აფრიალება, რაც უცნაური არის, ხო? მოლდოვას არანაკლები შიშები აქვს და მოლდოვა არანაკლებ მოწყვლადია, მაგრამ მე არ მსმენია, რომ მოლდოველი პოლიტიკოსები ასეთი ინტენსივობით ამბობდნენ, რომ ჩვენ თუ ევროკავშირს ზურგი არ ვაქციეთ, რუსეთი დაგვიპყრობს. ამიტომ ეს გაგრძელება არის, ნაწილი არის იმ სრულიად მანდატს გაცდენილი პოლიტიკური დღის წესრიგისა, რომელსაც ქართული ოცნება ეწევა და თან ემპირიული რეალობას აპირისპიროს მიუთითებს. მოლდოვაც, თქვენ ახსენეთ, სომხეთიც და უკრაინაც აგრძელებენ ევროკავშირში გაწევრიანებას, ნუ ამ შემთხვევაში უკრაინა ცალკე кейსი არის გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ მოლდოვა და სომხეთი, რაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს
არსებობს ბოლო 3 წელია, იმიტომ რომ უფრო პროევროპული პოზიციებით გამოდიან, ომში ჩათრეული ჯერ არ გვინახავს და მომავალში კიდე ზოგადად უნდა ითქვას, რომ რუსეთს სპეციფიური საბაბი, სამართლებრივი საბაბი არ სჭირდება თუ ის გეოპოლიტიკურ ოპორტუნიზმს გრძნობს, მან ყველა სიტუაციაში შეიძლება გადადგას სამხედრო აგრესიული ნაბიჯი და აი მაგ შემთხვევაში რა ხდება? თქვათ გადადგა ეს ნაბიჯი. უფრო დაცულები როდის ვართ, როცა მჭიდროდ ვართ ჩაბმული ევროკავშირის ინსტიტუციურ პროცესში და მათ მეტი ვალდებულება აქვთ, რომ დაგვიცვან, თუ როცა პრაქტიკულად არ გვესაუბრებიან და კითხვები აქვთ, ჩვენ უკვე გავხდით რუსეთის საგარეო პოლიტიკური ორბიტის ნაწილი, თუ არის კიდე სივრცე დარჩენილი, რომ საქართველოს დაუბრუნდეს პროევროპულ საგარეო პოლიტიკურ ტრაექტორიას. ასე დავასრულოთ, რას არ უსურვებდით დღეს საქართველოს? ამ კრიზისის დიდხანს გაგრძელებას, იმიტომ რომ თითოეული დღე, როდესაც საქართველოს აქტიურად ვერ აგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურებს, არის დაკარგული შესაძლებლობების დღე და ამის ფუფუნება ქართველებს არ აგვაქვს.